მთელი გორის რაიონების საბავშვო ბაღებში იწერება ყოველდღიური ერთი მენიუ და მთელი ბაღები ამ მენიუთ მზარეულებს სარგებლობთ და იმ მენიუს ვამუშავებთ და ვაკეთებთ სადილებს, სამხარს. მენიუ იყო დილით ყიყლი იყო ბავშვებისთვის, ჩაი იყო, სადილი სუფი იყო მაკარონის, კარგი თევზი იყო მოხარშული ბავშვებმა მიიღეს, კომპოტი იყო დღეს ამ საღამოთი 4 საათისთვის უკვე გავეცით კომპოტი მასთან ბულკთან ერთად. არა გვაქვს ჩვენ უფლება, რომ ჩვენ ნებით რამე შევცვალოთ. ძალიან მოყოლები ვართ კაბინეტში. მენიუ დამტკიცებულია ბრძანებით, სანამ გაერთიანება შეიქმნებოდა და სანამ მე ამ სამსახურში დავინიშნებოდი, მანამდე იყო შედგენილი. იანვრიდან ასევე გამოცხადდა ტენდერები, გაიმარჯვა ძირითადად 21 საუკუნემ გაიმარჯვა საკვე პროდუქტებში, გარდა პულისა, სადაც რჩეული საცხობი იყო გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ტენდერის შედეგად გავაფორმეთ ეს ხელშეკრულებები. კონკრეტულად საკვე პროდუქტებს რაც შეეხება ხელშეკრულებაში ცვლილებები არ განხორციელებულა, სხვა იურიდიულმა სამსახურმა სხვა მიმწოდებლებთან განახორციელა ცვლილებები, მაგრამ საკვე პროდუქტებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება ხელშეკრულებებში არ შესუძლია. ფასების მატებასთან დაკავშირებით კიდე მომატებულია. შეგრძანდი და დაათვალიერე. რაციონის რაოდენობამაც მოიმატა, მაგრამ ფასების ზოგადად ფულის მოხდა ის რომ ძალიან ფედერალურ მდგომარეობა და ფასები მომატებულია. არაფერი ცვლილება არ მომხდარა, რაც რო დაუშვა გაერთიანებამ, სხვათა შორის ძალიან კარგი მენიუა. არანაირი შემცირება ამას დააყოფილა. ხორცს პროდუქტებზე. ვაიმე და თქვენ ვერ იგებთ რას გეუბნებით. ფასებმა მოიმატა, ქვეყანაზე რა ხდება თქვენ ვერ გესმით, რომ ყველაფერი იმატებს. წინა თვეების გამოცდილებიდან გამომდინარე, რაღაცეებში ზოგი ნორმა გაიზარდა, ზოგი ნორმა შემცირდა, მაგალითად ცის პროდუქტებში ეს მაწონი გქონდა მეორე კვირის ხუთშაბათს და ის მაწონი ცოტა მაღლა წამოვიდა მეორე კვირის ორშაბათს თუ სამშაბათს და იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იყო რომ მაწონის ვარგისიანობის ვადა ვერ ასწრებდა შეტანიდან მეორე ხუთშაბათამდე, მაგრამ ეხლა ახალი ტენდერები რო გამოაცხადეთ უკვე რძედარძის პროდუქტებზე და მარხუჭებად პროდუქტებზე ყოველკვირეული მიწოდება გვექნება საბავშვო ბაღებში. არ ვიცი, გაზრდით ეხლა თუ თვითონ გაზრდიან და რამე, არ ვიცი, მაგრამ ბავშვები საკმარისია ბავშვებისთვის, რაც არის ნორმა რა.